გავხედით ავტობუსში. მოკლედ უნდა წავიდეთ ახლა ქუთაისში. კარგად მიგზავრობა. ვართ გოლში გაჩერებულები. სხვები იყვნენ სასნეკაოდ, მე დორჩი აქ. ეხლა ვართ 12-ნი. ჩემი პროგნოზებით 10 მაინც ჩავალთ. მოვედით აეროპორტში ძლივს და ეხლა ველოდებით სანამ ჩვენი რიჩი ჩადგომის დრო არ მოვა. ლოლა, რამე ხომ არ იტყოდი? ძალიან დავიღალეთ და გიორგი დამცინე ჩემ ბორენტზე, რომელიც არ არის დაცინე ნაკაცად. გამოვაღწიეთ რიგიდან. ეხლა გაქვს ყავენ შეგვამოწმებენ. იმედია ფეხზე არ გავახტევიდებენ. და მე კიდე გნახავთ. წერადის გაკოპრესა. მიდიკო ჩვენს მისმოდა პერიფერიულად. სახში მიქნებითო ფიქსაჩიო. ეხლა ჩავხედით ფიფრინავში. მალე გავფრინდებით, მალე ჩავფრინდებით, იმედია და იმედია მალე შეჭამთ. ჩეხეთი დღე პირველი. დღეს ჩვენ ვიმუშავებთ ნებისყოფაზე. დავხედოთ მრავალფეროვან საჭმელს და არ შევჭამთ. მიდი! იეი! მეზადი მასატო გაკეთეთ. ავატარია. იჟონ ბენდერია. მას რას ეტყვით ჩვენი ვლოგის მაყურებლებს ამ კოშკზე? ძალიან მაგარია პრაშნაბრანა. ჩემი საყვარელი კოშკია კოშკებს შორის. ეს არის მე-15 საუკუნის კოშკია. რამდენიმე ასეთი არ მახსოვს ზუსტად დაახლოებით 14-15 წელი ასეთი იდგა პრაგის გარშემო და ერთიანებდა ამ ყველაფერს კედელი, რომელიც გარშემო არტყავდა პრაგას როგორც ბევრ სხვა ქალაქს და ეს იყო ერთ-ერთი მთავარი შემოსასვლელი პრაგაში სიმინით და უკან და ეხლა გამოვიარეთ ზუსტად იგივე ქვები, რომელთაც შემოდიოდი პრაგაში და ძალიან მაგარი გრძნობა. ეხლა სამწუხაროდ მანქანებისთვის არის გახსნილი აქაურობა და ბოლტები მაგარი არა მოთქვა ცალმა, მაგრამ ჩვენც გავიარეთ. აი თქვენ მოგვიყევით როგორ აპირებთ relate. მე გავაკეთე ამას სამშაბათს ჩამოვარდა რა. აკდა. ოთხშაბათს ძალიან დაღლილი ვშემ ფრენს განაყოლებს სკოლაში ხოდა ვერ წახვალ ხო? ხუჩავს არის მარათონი ყველაფერი ცდება სკოლა არ არის გამო. პარასკევს ერთი დღე ხო არ წახვალ. სკოლაში არ მოსულა ეგეთი მაგას გასწრე და ბოლკრო ვინდადი სკოლაში არავი. ანტორო ამ დღევანდელი დღეს მივწია პროსტა ის არა შვიცანი ჩავარ ფრანკფურტში პროსტა ისე რომ აიც გინდა. ე გამაგარი. მაგას ვერაუსვერდი სამწაცი ალბათ. მას ახლა საით მიდივართ? ახლა მივდივართ ჩარლზის ხიდისკენ. ბევრი საინტერესო ლეგენდა და ის არის ჩარლზ ბრისლერ, არის ქანდაკებები გაქცავსე. ჩარლზ მეოთხეს უკავშირდება ეს კიდევ საინც ვამშენებლობა მე-15 საუკუნეში და ლეგენდა დადის რომ ამ მშენებლობის დაწყების თარიღი არის პალინდრომი, ანუ 1357 წლის 9 ივლისს 5 საათსა და 31 წუთზე ჩარლზ მეოთხემ დაადო პირველი აგური ამ ხიდისთვის. ახლა ბარბარე და ლოლა მოუყვებიან დათოს და დანჩენებს ჩარლზის ხიდის შესახებ. ეს ჩარლზის ხიდი. აიგო ჩარლზ მეოთხის მიერ. ოკეი. მე
მეოთხე. Nice. და სწორს დავდობილოთ ყველია. მეც მას. მოკლედ ახლა ვართ ერთ-ერთ ცნობილ ტურისტულ სქემთან, რაც არის ყველაზე ვიწრო ქუჩა ევროპაში, რომელიც პრაღაში მდებარეობს, რომელშიც არც ყველაზე ვიწროა და არც დამნელი ქუჩაა, არის მთლიანად ხელოვნურად შექმნილი ამბავი კონკრეტული რესტორნის მიერ და აი ამ ვიწრო გზას რო გადავიდეთ მაგარი ქუჩა თარიქა რესტორანში. პირდაპირ თავაზავენ მენიუს და ინდივიდი. მაგრამ მაინც საინტერესო გამოსწორებაა, რომ ინდივიდი ვიწრო რომ შუქნიშანი აყენია და უნდა მიეჭირო გილაქს და მაგის შემდეგ წახვიდე, იმიტომ რომ ორი მხრიდან ადამიანი ერთმანეთს ვერ აულის თავს. ჩასწორება ბლოგში წინაზე რო ვიყავი, რომ ჩამოდიოდი, ხილად? შემდეგ უკანა ჭერდი დაბრუნებისთვის. ახლა აწერია იქიდან ნოვეგზით და იმისთვის რომ გამოხვიდე მთლიანად უნდა გამოიარო რესტორანი. ეს სასტიკილოს გავს. აჰა. ტკბილოს გავს. რაღაცა ტკბილია. რაღაცა ტკბილია. მგონი შაქარი ნაგივარ და შენ. რაღაცა ტკბილია. ნახოთ რა ხდება ეს მაცივარში. ვაიმე, ეს რა ჯანმრთელი მაცივარი. ბოსტნეული და ხილი. იოგურტები და სტაფილო და ყვავილი ამის როგორ გავარჩიან ლაბიჩი. ასევე ბოსტნეული და ხილი და ხილი. წყალი და წყალი. მეგობრებო, ეს და პური. ეს არის საოცრება. აი როგორ ჯანმრთელად გამოკვებავს. ოკეი, ეს დავიკიდოთ. ჩვენი კერძარია მასალები. ახლა გამოვიდეს კომუნიზმის მუზეუმიდან, ძალიან კარგი იყო, გიჩვენებთ და მიმართებით საჭმელად. პრაღაში თითქმის ყველა ასეთ ლამპიონს აქვს თავისი უნიკალური ნომერი. ეს ნომერი რა შევა, რომ რამე თუ გაგიმართა, მაგალითად ეხლა ფეხი მოიტეხე რეგავას 12-ში. სათხარ აი რავი რაღაც ტურისტული გავს. შეხედავ ამას და კოდი მითხარი 104-296 და მოდიან ზუსტად ამ ლოკაციაზე. ვაუ. მენო პარტები პრაღაში. გიორგი საროვა. არის ეს შეიძლება. არის საი პრინცესა. არა, აი კონტაქტი ქონდა. და ნორვეჯი ჩიგავწეულებ. მაგარი კიდია. ხელი არ მოკიდა და არა. ოღონდ ხერის ჩამორთმება უნდა მაგარი კიდია ჩამორთმება. აქ იდეა. საჭმელი აიღო და წავიდა. რა მარტივად გაიყიდა. საჭმელი გაყიდული ბობერი იყო. აუ, კაია რომ მივაჩავს. ჩვენ ვართ ძალიან ცუდი ადამიანები, იმიტომ რომ აი ბატები ყავს აქეთ. და ჩვენ ბობერს ვეძებთ მაინც. ბატები არიან საოცრად საშიშები. თუმცა მაინც შეიქსპირი ნამდვილია. რა? შეიქსპირი ნამდვილია თქო? შეიქსპირი. შეიქსპირი. არა. აი ყველაზე ამერიკელი ხარ ახლა. ეთხილზე ხარ. ბისაქტილზე არენია. ხო, ადამიანმა ვის ამერიკის პასპორტი აქვს. Where is this? Actually, მაგვიდოს thumbnail იყოს ეს. გაკეთე. აი ეს მოვიდა. სად არის ჩემი სუპერ რეიტუსი? ზაი. მას ები მას. ნახო. აი, მას რა დაინახე. ვიღაცას აცვია. რესპექტინუს. ხავიცა აი ხამდიო და. აღმართი. Sorry. მეგობრებო, წეგარა თქვენი იყო ნიკოლოზის იდეა. მე მოიპარე შემთხვევით ნიკოლოზისგან და ეს ძალიან ეწყინა მას. მიდი მომწი მოიწე. ეს როდის გამოვტოვეთ, როდის დაიწყეს? What was that? Still help. Kako, ხალხი მოდის. არა
ადამიანი ებრძვის იმ გველეშაპს, იმიტომ რომ დანარჩენი ქანაკებები წყალსაც ხავენ. ეს გველეშაპი არ არის წყალსა. უნდა რომ galახოს, რომ იმანაც მოაწყოს წყალი და მერე გველეშაპი ქონდეს. მე გადავიღე. მოდი გასაგ. Wow. Ay gweli. Ay baqaqi. As baqaqi. Ay gweli. Gweli. აი მაგას მე სუყურებდი და ვერ მივხვდი გოლი. რაღაცა ის. გოლის დასწავლდა. ანუ კრონასაც იღებენ და ბაჩას უნდა დაუყურდაო ეს. ერთი რომ რამე კრონა. აი ეს რუმინერის კამერა ის ლაპარაკობდა. 25 კრონაა. ხუთი ლარია. აი ეხა მე მგონი თამარელას და ლოლას სქემავენ. აღანა არ ვიცი რა. მას აქედან უყუროთ თუ გამოჩნდება. მასგე ბოთი ვეშურო. იცი რა კენი ჩალი დახედი და ამბავი მოგიტანე. რა შვებია? საფული ამოიღო. ოპა, ციგია. გათხრილია და იყიდულობენ ნახატებს. ნიკოსაც ვიყიდე. ნიკოსაც ძალიან ლამაზი ხედია. აი ეხლა ჩვენ მივდივართ ტურნირზე. ჩვენ ჩანს ნამეზებს ეთახმება. რობოტებიც მიყავს. იმედია კარგად წავა ჩვენი საქმე. ბოლოს თვითონ. მე ეხლა იდეაში ამ ჩემპიონატში ჩამოვედი, მაგრამ ვაფშე არ მგონია ეგრე. ეს არის მეორე ხალხი, მაგრამ მე მაინც მგონია რომ ტოპ 3-ში მაინც გავიგო. მე გეთახმები მეორე ხალხი და ტოპ 3-ზე არ ვიცი რამდენი, მაგრამ ნახოთ. ნიკო, რას ფიქრობ ტურნირზე? რა ვიცი. და თუ მართლა გითხრა რომ თუ კოდი კარგად წაგივიდა ხო და მონის დავალებას ნორმალურად გააკეთო, ჩემი აზრით გავხვალ პირობზე. გამანები კაი. მოვედით ტურნირზე. არ ჩანს, მაგრამ არა. რა ემოციები არის? მე ძალიან კარგი ემოციები მაქვს და დარწმუნებული ვარ რომ ტოპ 5-ში ან 3-ში მაინც გავა. ნუ კაი ხა, ეგეთ დარწმუნებული არ ვარ, იმიტომ რომ როგორ გავეც დააკეთე. აი 70% დარწმუნებული ვარ ტოპ 5-ში გავა. და 60 ტოპ 3-ში. აი, უკვე ეშინია, ხა უკვე ეშინია, ანუ დავყარეთ გაბა. პირველი რობოტი. მეორე რობოტი. ეს მესამე ყუთშია. დიკუშა. ეს ფიქრო. ისივი. აი, მე დაგიბრუნდებით. მოკლედ დამთავრდა ტურნირი და გავედით მეორეზე. სენიორები გავედით მეორეზე. ჯუნიორები და ელემენტარები არ ვიცი. არ ვიცი ჩვენ ისინი არით, მაგრამ მე ვამბობდი, ამათ არ ჯერდა ჩემი ვამბობდი, თქვენ გახალთ მეორეზე და ეს იყო ძალიან well deserved მეორე, მინდა გითხრათ. და არ გვიჯერებდნენ, მაგრამ როგორც კი აი ბარდნდა რეაქცია ხო ქვია თავად. როგორც კი თქვენს აი იმერამანის გამიგორდა ყველაფერი და კაგარებული ვიყავ. მე შოქში ჩავარდი, ეგ გამოაცხადეს, არ ველოდებოდი. სერტიფიკატებიც მოგცემს და ეს რაღაც რობოტი. ეს ჩვენი რობოტი. მას მე ვფიქრობ რომ სამაგრები ხართ, ნეკმაყოფილი ვარ ძალიან, დავიღარე, მაგრამ ბედნიერი ვარ ძალიან. და ჩემთვის პირველ ადგილზე. იზი. თან მით უმეტეს. მეორეზე რო გავედით. დავი. This is for the second place. Oh, thank you. We didn't know that. Okay, enjoy. Thank you. See you next
ნახეთ მეორე ადგილის თასი ძალიან მაგარია მაშინ იქ სამოვალთ რობოთან ინტერნეტ ხო გაგება. ანუ ვინ გავიდა მეორეზე? რა? პირველზე ვინ გავიდა? საქართველოს ათვიდა. აი მისტო. ორი მისტო. ადგილი. არა, მოდი და ადგილი არ არის. ლოლა. შეაზიგე. აუ გაზამის დავი გამოჩა. აქ რო წერია ორი მისტო. ლოლა იძახის რომ არ არის ადგილიო და ნიკუშა იძახის რომ არის ადგილიო. მე მგონია რომ ადგილია. თუ გაიგას ნიკო მომსისამს. ისე ხო გაიგას. მიდი. თუ გაიგას. ნიკო ძალიან ცუდია. ყველაში პირველი თასი. ხო, მაგრამ ეხლა როგორ უნდა გაიგეცო? აჭკაც ყველაში მოსა. ბაჩა ზაპატეჟამე ხომე სახში. ევროპაზე დომინირების სიმბოლო რა. სტანდარტს რა და ეს სხვა საგნების მასწავლებლებმა მოიტანონ თასები რა. ორჯერ ვიყავით ევროპაში და ორივეჯერ მეორე ადგილი ჩამოვიტანეთ. აზარია რა. და ზემოთ უნდა აწიო. ესე? არა, აი, ზემოთ არის აქეთ, პირიქით, აქეთ. ხო, აი, უნდა. მიდი აბასა. კი რა მინდა? არა, რა მინდა? კიდე. აი, ხაი გადამთავრდება. ნახე თუ წამოვა, ამიტომ ზემოთაც უნდა ჩამოწიო, რომ დამთავრდეს. ოჩა! დარი პროგრესი დაკარი. აბა, რა სიტყვა? აწი შეგანიებს ჩაწერე. მე მეშვიდე კლასელი ჩეხეთში რო სენიორებში ვიყავი WR-ზე და მე მეორე ადგილის თასიდან რო წალი დავინე ჩეხური. ეი, ჩეხური წალი. ჩეხური რომ წალი. ეხლა მივდივართ მუზეუმში და შუა გზაში ძალიან გაგვიწვია. მე საბჭოთა საჭმელი არ მქონდა და ჩემი კურტკა მაფარია თავზე გავიმოყეთ. აუ, ვარ ძალიან დაგვიღე. Nice weather. მე არ ვერხი. თოკო არ ეს დასწორდა. მე არ არა. ჩემი ახალი პეხაცმე. უისე. სანამ აქ მოვიდოდით ვიყავით პრაღის ახალანძაზე და ბავშვები დაწვევენ ზედ. ნუ ბავშვები არ დაწვევენ, ქანდაკებები და ბავშვების და თოცდებიან ახალანძაზე. და ხო. მოკლედ მუზეუმი დაკეტილი აღმოჩნდა. მაგრამ ისე უწვიმს საშინლად და თავი შევაბარეთ ამ მუზეუმის კაფეს და ხალხა ვართ და ველოდებით როდის გადაიღეთ წვიმა, მაგრამ გონი არ ვიღებს. ნახოთ. როგორ მოგწონს? როგორ მოგწონს? ძალიან მომწონს, თუმცა მე უფრო ჩემი გული მიწევს მეორე სოფლიობისკენ, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი საბჭოთა რაც ყველაზე კარგად ვიცი. თემა, რომელზეც მაგ უამრავი ცოდნა. ძალიან მაგარი მუზეუმია, იმიტომ რომ ტრანსლაციებში აქვს pop-up door ესე კარები. და მაგებს რო გამოაღებ, რაღაც interactive სათამაშოები არის ბავშვებისთვის. აი მაგალითად აქ არის ეს ყაყაჩო როგორ უნდა გააკეთოთ, რაღაც გაზეთი. ხო, მოკლედ ძალიან ბავშვებისთვისაც ძალიან საინტერესოა და დიდებისთვისაც. შევიდეთ. ფოტიო. არ მამა მეცი ქარო ფალა. აი აქ შემოვედი. არ გავა. ოი, მე შეძა. აი
მე და ეს ყუმბარა აგვიფეთე. Ой, მე რა საუბრობ. Agora vamos. Magari. Very cool. და ეს მისტერები ავიღე რომ გამოიკრა ხალხში. Wow. აბარას ფიქრო. მაგარი იყო ძალიან. 10-დან მისოწეთ. რამთელშიც. ას თქვენ როგორ მოგეწონათ? აუ მაგრამ მომეწონა. ძალიან. რაღაცში ალბათ ყველაზე კაი მიზონია. ყველა კარი გამოგხსენ. მას ევროპის ყველაზე დიდი ბილაბია ხარ? აბა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხო მოკედი. საფეთვალოებში. ახლა მივდივართ. სამივდივართ. ანუ ჭამოთ. მას შევერთით. მოგეთ. ეხლა მასწავლებელმა შეგვიყვანეს უგოში. მე არ მომეწონა მან და არაფერი, ადგიოს. ხო და მე შირები ვარ ყოფილიყავით და არ მოვკვდარიყავით შიმშილით. ჩვენ გადავწყვიტეს, რომ შევსწავლით მაკდონალდსი. მე სხვებმა გამოთქვეს აზრი, რომ რომელიც ჩვენს ფშიაო რაღაცეებიო და ბოლოს გადავწყვიტეს, რომ ჩვენ თითო კაცს გვაქვს 300 ქონდა 300 კრონა ბიუჯეტი და იმათ 280, კი არა 180, ოღონ 200 ქონდათ და მე რაღაცა სანქციების გამო ჩამოაჭრეს 20 კრონა. და იცი რა კარგად ვიყავ. ბიუჯეტში ძალიან კარგად ჩავიდეთ, მენიუები შეგვეცეთ ჩვენთვის, ნაგეცებიც ავიღეთ და მე კიდე ისე დაგვჭა თანხა, რომ დავადონეითეთ კიდე. და პლუს 50 კრონა გვაქვს. ხო. ან ძალიან მაგრები ვარ. აი, ჩვენ ძალიან გებრიალ მივიდით. აი, ხალხით გამოვყვებით. მე ვერ გიტა. ორი დონატი შეგავგეთ. ბავშვებსაც დაუდონეითეთ. თოკოსაც დაუდონეითეთ. ჩვენიერ. ნუ ეხლა მოსვიენთ ჩემი ცუდი დღის იმას რა ინტერპრეტაციას მე ადგამ წავედით გაუწვევდა შეცდა ფეხები დაუსვოდა წამოვედი რესტორანში ასტრის კაი რესტორანი იყო ვიჭამა იქ მაგაზე მე მაკდონალდს წამოვედი ჩვენ წამოვედი ეს წამოვედი და ვერ ჭამა იმიტომ რომ ცოტა ბიუჯეტი ჰქონდა და ეხლა არის ესეთი აი ძალიან მოწყალილი ძალიან გამწყარი უბრალოდ ცუდია. მოვედ პლეიგრაუნდზე. და ჩადეთ გავლა. მე გავიარე მარტო აქამდე, აი აქ ვერ ვეკიდები. დანარჩენი არ ვიცი. და ეხლა უნდა წავიდეთ კიბეზე, რომელიც ადის და ჩადის. უბრალოდ. მიდი ფეხები. ოჩა. ნუ ეტაო. ამი შეგვიძლია. მიდი. ნასკზე მაგნიტი რატო გაკრიათ რა არის? ორი წავი. ღილია. ნასკზე ღილია. რო შეიკრას, რა გჭირს? შეიძლება ხოცავი ხარ. გახსნილია შეიძლება. უბრალოდ ფეხები. მიდი. სულ ცოტა გადაგჭა. არა, მე ვეთქვის გა. რა? ჩანდა აი ოდნავ შეგა. აი ხომ მოგიგებდი. გიო ხონიკუშა მოიგებს. რა? ხონიკუშა მოიგებს. აი შანსი რა მქონდა. Of course. ვადაუთ ვერ მოიგებს ნიკუშა.
ხელები მткиვა მაგრამ ხელების გადავაკვირე ის. იორიც რო იტყვი? ვალა ხელები გაწევა. ხადიან გონი ვინ მოვიდა ვინ. ცოტა ატი. შევიდა უფრო ზოგადად თქვი. მოკლედ ეხლა მივიდივართ ზოოპარკში და ხო მოკლედ რომელს მე განახეთ ეხლა არ ხდება არაფერი საინტერესო იმიტომ მეტროში ვარ ჩამოსულები და ველოდებით მოსვლას მეტროში და ეს საათი ჩვენ ზოოპარკში მე დღეს გეგმები გვაქვს მაგ ზოოპარკს მე ალბათ ჭამა მე მოდი მე სახლი მე ჩალგება მე ან ცოტა ძილი არ შეიძლება არ ძილი მე აეროპორტი მოვედით ზოოპარკში კომენტარი გააკეთე ნიკოლას ზამა გაიწვენია და რა სამიცენზე არ მინდა კომენტარი გააკეთე ძალიან გაიწვენია მატრეზი არა სხვა რამე სხვა ბილეთები მომეწონა ძალიან და ბილეთი რო ესეთ კაია ზოოპარკი დაიწყო ძალიან საყვარელი ბილეთები ეხა ის არა უფოს კამა გადავიწონს ახალი ძალიან შავი თვალებია ავედით პოლარული ნახე ხაზრონა პოლარული დაჟეთა მოვედით რა მაგარია ვაიმე რომ ეხლა მოვდივართ ზოოპარკიდან და სუვენირ შოპში ეს ვიყიდე რა იყიდე რა იყიდე სუკანი ძროხა ყვიდე ძროხა პანტერა ჟირაფია ჟირაფია არა ესე ჟირაფი ოკეი კაი სუკანი ჟირაფი აბა თან ის ხო დაბალია და პერფექტ ეტა ეს შეგვიძლია პატარა ვებხვი კაი რა იყიდე მაგარი კუ უს ბრელოკი და სელაფის მონეტა მეც ვიყიდე ეგეთ მომენტ აღონ გორილასი და ჟირაფი არნაირად ყველანაირად 12 sleepless hours later მოკლედ ეხლა ჩვენ დაგმოწესდები ჩემონები ჩანთები ასემეგად შემდეგ ეხლა ველოდებით ჩვენ ფინალი მოვიზიტოს გაფრენისთვის მე წავ მე ძალიან მეძინება მე პირადად შია დაების ხوير მაქვს და ჩემ წყალი გადამიწეს მოკლედ მოვედით სახლში ომნიბუსით ვიმგზავრთ უკვე ძალიან დიდი ხანი და მოვედით მოკლედ ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო პრაღა იყო ძალიან ლამაზი ქალაქი პირველ მოგით დავიწყებ არქიტექტურა ქონდა ის საოცრება და სანახაობებიც და ასე შემდეგ ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო ასევე ტურნირის გამოცდილებაც ძალიან მაგარი იყო მით უმეტეს ესეც მეორე ადგილს რომ მივაღწიეთ ჩეხურ ტურნირში ძალიან მაგარია. ნუ ბავშვებთან ერთად, მასწავლებლებთან ერთად კარგი ჯგუფი ვიყავით, ასე ვთქვათ, შეკრებილი და სასიამოვნო იყო ამ 6 დღის, თუ 5 დღის გატარება მათთან ერთად და ამ ბევრი რამის ნახვა ერთად.